ბევრს საუბრობთ ხოლმე სულიერებაზე, განვითარებაზე, წინსვლაზე და ასე შემდეგ. ჩემ არხზე ძალიან ბევრი ინფორმაციას წააწყდებით ამ თემებზე და ერთი რამე, რომელზეც მგონი არ მისაუბრია, ეს არის გაცნობიერება, რაც ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი ათვლის წერტილი არის შემდეგ სულიერ განვითარებაში და სავარაუდოდ ამ სიტყვასაც ძალიან ხშირად მოისმენთ. მაგრამ ის ხდება ხოლმე, რომ ადამიანები რაღაცა სიტყვებს რომ ვეჩვევით და მე რაღაცა მოდაში შემოდის და ყველა ერთ და იგივე სიტყვებს ვიყენებთ ხოლმე. ამ სიტყვების შინაარს არ ვაკვირდებით, მე რაღაცნაირად ცოტა ესე ზედაპირზე რჩება ხოლმე და არ ვუღრმავდებით. ხო და რეალურად სულიერებისკენ გზა არის გაცნობიერების გზა. გაცნობიერება რას ნიშნავს? თვითონ სიტყვას თუ დავშლით, ეს არის ყველაფერი, რასაც ცნობიერებამდე მივიყვანთ, ხო? ნებისმიერი რაღაცა, რაც ცნობიერდება, ის ავტომატურად ტრანსფორმირდება და იმ ყველაფერში ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს წინსვლა და განვითარება, ხო? მათ შორის სულიერი განვითარება. სხვათა შორის კარლ იუნგს აქვს ძალიან საინტერესო ჩემთვის ერთ-ერთი და ძალიან კარგი გამონათქვამი და ხა დამახინჯებულად რო ვთქვა ქართულად ასე გამოდის, რომ ის ყველაფერი რაც არ მიგვყავს გაცნობიერებამდე, ეს ხდება ჩვენი ბედი. იმიტომ რომ ბედი რა არის, ხო? ბედის რასაც ვეძახით, ბედი არის თითქოს და რაღაცა მოვლენა, რასაც ჩვენ ვერ მართავთ და არის დაწერილი. და ეს დაწერა როგორ ხდება, როდესაც ჩვენ რაღაცა ვერ გავაცნობიერებთ, გახდა ავტომატური ქმედება და ამ ავტომატურმა ქმედებამ მიგვიყვანა რაღაც გარდაუვალ შედეგამდე, ხო? ეს გამოდის, რომ არის გარკვეულწილად, ნუ ხა ბედი კიდე სხვა რანგშიც და სხვა კუთხითაც შეიძლება განვიხილოთ, ხო, რაღაცები რაც უკვე დაწერილია, ესეც შესაძლებელია იყოს, მაგრამ რაც უფრო მეტ რამეს ვაცნობიერებთ ზოგადად ცხოვრებაში, ხო, მით უფრო მართვადი არის ჩვენი ცხოვრება ჩვენივე მიერ. და რაც უფრო ნაკლებ რამეს ვაცნობიერებთ, მით უფრო ვცხოვრობთ ავტომატზე და მით უფრო გვიჭირს ოპერირება მერე მატერიალურ სამყაროში. სხვათა შორის, აი, ამდენი წელი უკვე ტაროთიც რო ვარ დაკავებული, ძალიან ხშირად ვკითხავთ, რომ როგორ შეიძლება რომ განა ესე ყველაფერი დაწერილია და ესეთი სიზუსტით როგორ შეგიძლია ვინმეს რაიმეზე ისაუბრო და მან არის ესეთი პასუხი, რომ რაც უფრო გაუცნობიერებელია ადამიანი, ხო, მით უფრო ბევრი რამე შეგიძლია მასე თქვა, იმიტომ რომ მისი არჩევანი და მისი ქმედითი არეალი ქმედების, ხო, არ არის ფართო. ანუ ავტომატური თუ არის ადამიანი, მისი ავტომატური ქმედებები ადვილად რაღაცნაირად გახსნადი არის ტაროს კარტის საშუალებით, თუნდაც, ან იგივე ასტროლოგიურად და ასე შემდეგ, ხო, სხვა მექანიზმებით. შესაბამისად, რაც უფრო ადამიანი არ არის გაცნობიერებული, მით უფრო მისი ბედი დაწერილი გამოდის. აქ ორივე შეგვიძლია ვიგულისხმოთ, როგორც ბედი ზევიდან, ანუ სულის დონეზე რაც წამოიღო და რაც გარდაუვალია და რაც მისი გასავლელია და ასევე ამ თავის ავტომატური ქმედებით კიდევ უფრო შაბლონური და რაღაცა ისეთი მომავალი დაწერა, ხო, რომელიც გარდაუვალია. ამიტომ იდეაში გაცნობიერებული ადამიანები, მაღალ დონეზე გაცნობიერებული ადამიანი, რომელიც თავის თავში სრულ ქმნილია და თვითსაკმარისია და სხვანაირად გაცნობიერებულია, მას არ სჭირდება არც ტარო და არც რაიმე სხვა მექანიზმი, იმიტომ რომ თავის თავში შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილების მიღება და გზის დაგეგმვა და გაკვალა და გავლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ ნუ ამ დონეზე ნუ უნდა მივიდეთ ყველა, ხო, ასე თავიდანვე არ არის რომ ვიბადებით. ამიტომ ტაროთიც უფრო მეტად არის შესაძლებელი იმ ადამიანების უფრო ზუსტი მოვლენების აღწერა ცხოვრებაში, რომლებიც ნაკლებად არიან გაცნობიერებულები. სხვათა შორის ახლა გვაქვს 16 სექტემბრიდან ვიწყებთ ახალ ტაროს კურსს და ვისაც დაგაინტერესებთ, ლინკს დავდებ აღწერაში ამ კურსის აღწერას. და გაცნობიერებულობაზე იმიტომ მომინდა საუბარი, რომ თითქოს ბოლო დროს ყოველთვის ჩემი პოდკასტების სერიები ეთმობა იმ მოვლენებს, რაც მიმდინარედ კონსულტაციების განმავლობაში უფრო იჩენს ხოლმე თავს სტატისტიკურად როგორც წესი, ხან რა არის უფრო მნიშვნელოვანი, ხან უფრო მეტი ადამიანი როგორი კითხვებით მოდის, ხო? და ბოლო პერიოდის გამოცდილება არის შემდეგი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის იმ კითხვებით და ასე ვთქვათ, პასუხები აღმოჩნდა
ჩნდება მათთვის სწორი იმაში, რომ რაღაცები უნდა გააცნობიერონ რა. და გაცნობიერება არ არის მხოლოდ იდეების და რაღაც უმაღლესი ცოდნის გაცნობიერება. გაცნობიერება იწყება საკუთარი თავიდან და საკუთარი ინსტინქტებიდან და საკუთარი შეგრძნებებიდან და შემდეგ ქმედებებიდან, ხო? ცოტა ჩემი მე მგონი YouTube-ზე მიწერია კიდე სლოგანი, ჩემი სლოგანი არის ყველაფერი რაც შენ გჭირდება ხარ შენ. ანუ არის შენში კი არა პირდაპირ ხარ შენ. ანუ ცოტა უხეშად ჟღერს და არ არის ლამაზი, მაგრამ აი ზუსტად ესე მოვიდა ჩემთან ინსპირაცია, რომ აი ყველა ადამიანს რაც ჭირდება ცხოვრებაში, ყველაფერი არის თვითონ. მეტი არაფერი არ ჭირდება და გაცნობიერებაც იწყება საკუთარი თავიდან. მაგრამ მოდი ჩავღრმავდეთ რა იგულისხმება ამ სიტყვებში, იმიტომ რომ ამ სიტყვებს ძალიან ბევრგან მოისმენთ ან წაიკითხავთ, მაგრამ იმდენად მიჩვეული ვართ ამ სიტყვას, რომ მე აღარ ვფიქრობთ რა არის ამ სიტყვის შინაარსი და საერთოდ რა ხდება. გაცნობიერება იწყება იქედან, რომ პირველ რიგში გავაცნობიეროთ ჩვენი ავტომატური რეაგირებები და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს რეაგირებებზე. როდესაც რაღაცა ხდება სამყაროში და სამყაროში სულ რაღაცა ხდება, ამაზე ადამიანებს გვაქვს ავტომატური რეაგირება. შეგიძლიათ აი ერთი დღის განმავლობაში დააკვირდეთ მოვლენებს, რომელზეც გაქვთ ავტომატური რეაგირება და სადაც რეალურად დაფიქრდით და ისე გადაწყვეტეთ, როგორ გინდოდათ რაღაცის გაკეთება, ხო? ეს იქნება ძალიან მცირე, ანუ უფრო მეტი იქნება ავტომატური რეაგირება და ეს ჩვენ ბიოლოგიაში გაწერილია, იმიტომ რომ ავტომატურად რაზეც რეაგირებთ, იმაზე ესე იგი ენერგიას არ ხარჯავს ჩვენი სხეული და ჩვენი გონება და რაღაც გადაწყვეტილების მიღებაში ენერგია არ იხარჯება და ჩვენი ორგანიზმი ისე არის მოწყობილი, რომ ყოველთვის ენერგია დაგვაზოგინოს, ხო? ამიტომ ავტომატური რეაგირებას აქვს თავისი პლუსები, მაგრამ ავტომატური რეაგირება უნდა იყოს მაშინ ისე დამუშავებული, რომ კონდეს ავტომატური დადებითი რეაგირება ან პირობითად, რომელიც ჩვენთვის იქნება სასარგებლო. აი მაგალითად, ხო? მარტივი მაგალითად რა ვიყოთ, თუ მაგალითად ყოველი მაგალითად არ ვიცი, ხელის დაბანის დროს მე გავიხსენებ, რომ მადლიერების მედიტაცია გავაკეთო, ხო, ეს არის ძალიან კარგი და ჩემთვის დადებითი ავტომატური რეაგირება. ანუ თუ მე შევძლებ, რომ მივაბა, მაგალითად ძალიან ხშირად ყოველი ხელების დაბანის დროს რა ხანგრძლივობითაც ხელებს ვიბან, მივაბამ პატარა მადლიერების მედიტაციას, ხო? დროთა განმავლობაში ეს ჩაჯდება ჩემი როგორც ავტომატური ქმედება, იქნება ჩემი ავტომატური რეაგირება და ყოველი ხელების დაბანის დროს მე ეს გამახსენდება და ამას გავაკეთებ, ხო? ეს არის ჩემი ავტომატური რეაგირება. დროთა განმავლობაში მე ამაში დრო აღარ დამეხარჯება, რომ მე ეს ყოველ ჯერზე მე თვითონ გადავწყვიტო და მე თვითონ ავირჩიო ასეთი ქმედება, არამედ ავტომატურად მოხდება, იმიტომ რომ ხელებს ვიბანთ ყოველდღიურად, ყველაზე ხშირად და შესაბამისად ამ პროცედურაზე კიდევ რაიმე დადებითი პროცესის მიბმა, რომელიც პარალელურად შესაძლებელი რომ გაკეთდეს, იქნება ძალიან კარგი ჩვენთვის, ხო და ზოგადად სამყაროსთვის. სხვა შორის ძალიან კარგი მიგინება თუ იმას გამოგადგებათ, ეცადეთ რომ ისეთ ყოველდღიურ ტასკებს მიაბათ თქვენი რაღაცა რაც გინდათ რომ გააკეთოთ, ხო ეს მედიტაცია იქნება თუ რაიმე სხვა, რასაც ისაც ყოველდღე აკეთებთ, იმიტომ რომ ადვილია რომ რაღაც უკვე არსებულ ჩვევას მიაბათ რაიმე მეორე, რომელიც ჯერ არ გაქვთ, ვიდრე თავიდან გამოიმუშავოთ. ანუ მაგალითად ხა ყოველ ღამე ძილის წინ 10 წუთი რო გააკეთოთ მადლიერების მედიტაცია, ეს შეიძლება უფრო რთული ინსტაგრირებელი იყოს თქვენს ფსიქიკაში, ვიდრე ის, რომ რაღაცა უკვე არსებული ქმედების პარალელურად გააკეთოთ მადლიერების მედიტაცია. ნუ ეს პატარა გადახვევა, როგორ შეგიძლიათ პატარ-პატარა რაღაცა ჩვევები ჩააშენოთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ სანამ მაგას გაკეთებთ და სანამ რაღაცა სასარგებლო ავტომატურ რეაგირებებს ჩასვამთ საკუთარ ცხოვრებაში, მანამდე საჭირო არის გაცნობიერება იმისა, თუ რას ვაკეთებთ ის ყოველდღიურად, რაც ჩვენ არ გვემსახურება. და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც ადამიანს შეუძლია რომ თავის თავზე აიღოს, ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარი რეაგირებების მიმართ, ანუ თუ როგორ რეაგირებს ის გარე სამყაროზე, ხო? ანუ მაგალითად, სადღაც ომი დაიწყო, ანუ როგორი რეაგირება გაქვს, როგორც კი ეს ნიუსი გაიგე, რა იბადება შენში, რა ქმედებს, როგორი სქემა არის შენს ფსიქიკაში დალაგებული, რომელიც ზუსტად ერთნაირად აწყობს ერთი და იგივე მოვლენებზე გარკვეული ქმედების პათერნებს. ანუ აი ამ რაღაცების გაცნობიერება არის საჭირო, იმიტომ რომ როგორც თქვი, ყველაფერი რაც გჭირდება ხარ შენ.
და სანამ იქამდე მივალთ, რომ რაღაცა ძალიან მაღალ მატერიალური ცნებები გავაცნობიეროთ და იდეები და რაღაცა მაღალ მატერიებში ვიცურავოთ, ხო, მანამდე უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი ავტომატური რეაგირებები, იმიტომ რომ ყველაფრის კოდი მანდ დევს, ყველაფრის პასუხი მანდ დევს. თუ როგორ რეაგირებთ გარე სამყაროზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ეგ განსაზღვრავს შემდგომში როგორი ცხოვრება გვექნება ჩვენ. ამიტომ საკუთარივე რეაგირებების პათერნების რაღაცნაირი დათვალიერება და თვალის გადავლება და გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია და თუ იქ რამე არ მოგწონთ მაგისი შეცვლა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის? ის კი არა რომ მაინც და მაინც შევცვალოთ ჩვენი რეაგირებები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ჩვენ ვისწავლოთ და პირველ რიგში დავინახოთ რომ როდესაც რაღაცა მოვლენა ხდება, ეს მოვლენა რო ჩვენ შევიტყვეთ, აი ამ შეტყობის წამსა და ჩვენ ავტომატურ რეაგირების წამს შორის არის კიდევ პატარა რაღაცა ფანჯარა, სადაც ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ამაზე საერთოდ რეაგირების მოხდენა და შემდგომ გადავწყვიტოთ როგორი რეაგირების მოხდენა გვინდა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ სამყარო ისე არის მოწყობილი, რომ დღევანდელ კალიუგაში არ არის დრო და არ არის ჟამი და თითო დღეც კი არ არის, რომ სადღაც მიწისძვრა არ იყოს, ან წყალდიდობა არ იყოს, ან ომი არ იყოს, ან რაღაცა ვინმე არ მოკლან, ან არ ვცხოვრობთ ეგეთ დედამიწაზე, ხო, სადაც რაღაცები არ ხდება და მაგალითად თვეში ერთხელ შეიძლება რაღაც უბედურება მოხდეს. არ არის ესე სამწუხაროდ ეს თუ საბედნიეროდ, კალიუგა ამას გულისხმობს, რომ ესეთი არის აქ განვითარების პროცესი, სულის სამწუხაროდ ასეთია, რომ არის სულ რაღაცა დაწებულობები. მაგრამ ჩვენ უნდა ავირჩიოთ ამ მოვლენებზე რა რეაგირება მოვახდინოთ ადამიანებმა. ეს ბევრი ადამიანის გადმოსახედიდან, ვინც ჯერ კიდევ მეტრიცულ გარემოში ცხოვრობს და მეტრიცული გონებით ცხოვრობს და ფსიქიკით, ხო, მათთვის შეიძლება ძალიან უხეშია და ეხლა აქ განსჯა დაიბადოს, რომ ანუ როგორ ეხლა მე რო გავიგო, რომ ვიღაცა მოკლეს, ამაზე ავტომატურად მე არ უნდა განვიცადო და არ უნდა დავიძაბო და მე ესე იგი შემილია იქ ეგეთი ეგოისტი შემილია ვიყო, რომ მე იქ ავირჩიო კიდე როგორი რეაგირება მოვახდინო. ძირთადად ასეთი შინაგანი დიალოგი წავა სავარაუდოდ იმ ადამიანებში, რომლებიც ჯერ კიდევ აი მეტრიცულ სამყაროში ოპერირებენ. იმიტომ რომ მეტრიცული სამყარო არის დააშენებული იმ შაბლონებზე, რომელიც ყოველდღურად ხდება. და ამ მეტრიცულ გარემოში აი სწორედ ასე არის რა, რომ რაღაცა არის კარგი, რაღაცა არის ცუდი. ანუ იგივე მაგალითად უმრავლეს ადამიანს რო კითხო, სადღაც რო ომი დაიწყო, ეს ყველა ადამიანს უნდა ადარდებდეს. ან რაღაცა ნეგატიური რომ მოხდა, ეს ყველა ადამიანმა გულთან ერთნაირად უნდა მიიტანოს და თუ შენ არ მიიტანე, მაშინ გამოდიხარ გულცივი, ანუ რაღაც უპასუხისგებლო, ან რაღაც არ გესმის, ან განუვითარებელი, ან ჭკუა სუსტი და ნუ ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ზოგადად ამ მეტრიცაში უმრავლესობა ადამიანი არის ავტომატურ რეაგირებაზე ცხოვრობს, ანუ ავტოპილოტზე ცხოვრობს, უფრო მეტად რომ თქვა და გასაგები იყოს და შესაბამისად ნებისმიერი ქმედება, რომელიც ავტოპილოტისგან არის გადახვეული და არის უკვე მართვადი სხვა ადამიანების ერთეულების მიერ, ხო, თავიანთ ცხოვრებაში ეს ყველაფერი უკვე ითვლება გადახვევად და ნუ რაღაცა შენი ადგილი მაშინ არ არის ამ მეტრიცაში, რაღაც ასეთი წიხლის კვრის ამბავი ხდება ხოლმე, რაც ძალიან ბუნებრივია და ეს რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამას ცოტა ცნობიერი ადამიანები, რომ რაც უფრო ინდივიდი ხარ, მით უფრო მეტ არა ინდივიდს არ მოსწონხარ, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და მით უფრო მეტი ადამიანი გებრძვის ამ შენ ინდივიდუალურობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ისევ და ისევ ფილმი მეტრიცა გავიხსენოთ, ხო? როგორც კი იღვიძებ და გამოდიხარ მეტრიციდან, აგენტის მიტებით ცდილობენ, რომელიც თან ყველა ადამიანის სახეში შეუძლია, რომ ჩაინსტალირდეს თუ ყველა ადამიანში მეტრიცული ტიპის ადამიანში ზის აგენტის მიტი, რომელიც ერთნაირად ოპერირებს, ხო? და ებრძვის შენს ინდივიდუალიზმს, იმიტომ რომ მეტრიცას არ ჭირდება ინდივიდები, ჭირდება მეტრიცული ცნობიერების ადამიანები, რომელზეც რეალურად დგას მეტრიცა, ხო? იმიტომ რომ ასეთი ხალხი რო არ იყოს, მეტრიცა არაფერზე არ იდგება
გაგებოდა, იმიტომ რომ ადამიანები წარმოადგენენ ხო რეალურად მეტრიცას. ამიტომ რაც უფრო ადამიანი არის გაცნობერებული და არის ინდივიდი და საკუთარი ნებით და საკუთარი არჩევანით აკეთებს ავტომატურ ან არაავტომატურ რეაგირებას გარკვეულ მოვლენებზე, ხო? მით უფრო ასეთი ადამიანი შეიძლება იჩაგრებოდეს იმითი, რომ ვიღაცამ უწოდოს მას უგულო ან უპასუხისმგებლო და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის, რაც კი ადამიანს შეუძლია თავის თავზე აიღოს, არის საკუთარი რეაგირებებზე პასუხისმგებლობის აღება. და პასუხისმგებლობის აღება რას გულისხმობს, რომ მე პასუხს ვაგებ ჩემს რეაგირებაზე, შესაბამისად მე ეს რეაგირება ნაფიქრი მაქვს, გადაწყვეტილი მაქვს წინასწარ და მერე მოვახდინე რეაგირება. თვითონ რეაგირებაში და ქმედებაში არ არის მაინც და მაინც პრობლემა, იმიტომ რომ მაგალითად შეიძლება რაღაც ისეთი მოხდა, რაზეც ძალიან გაუბრაზდი, აი მაგალითად ადამიანმა მაწყაინა, გაუბრაზდი და sapasukho რაღაცა ძალიან სერიოზული რეაგირება დავუბრუნე, ხო? ან სერიოზულად რაღაცა ვუთხარი, რომ ნუ ასე ნუ მეკცევენ, მოკლედ რა, რაღაცა პასუხი დავუბრუნე. ანუ პასუხის დაბრუნებაში არ არის პრობლემა და ძალიან ბევრი ადამიანს ეგეშლება, რომ რაც უფრო სულიერ ცხოვრობს ადამიანი, რომ თითქოს იმას არც არაფერი არ უნდა წყინდეს და არც პასუხი არ უნდა დააბრუნოს და ეგეთ გასხოსნებული უნდა ვიყოთ ყველა ცნობიერი ადამიანი, რომ ყველას რაღაცა შეურაცხყოფა ჩვენ უნდა შევირჩინოთ, არავის არაფერი არ უნდა დაუბრუნოთ, ძალიან კეთილები და უპირობოები უნდა ვიყოთ და ასე შემდეგ, მაგრამ ასე არ არის. ანუ ჩვენ ვოპერირებთ მატერიალურ სამყაროში, სადაც როგორი გაცნობერებული და როგორი განვითარებული არ უნდა იყოს, ჩვენ გვიწევს თავის დაცვა, ხო? ანუ ელემენტარულად თუნდაც ქუჩის მოძრაობა ავიღოთ, იქ სადაც შენ ზოლს არ დაიცავ და შენს ადგილს მოძრაობის განმავლობაში ვიღაცა ჩაგიხტება, ვიღაცა წინ გადაგეღობება, ვიღაცა ჩაგიჭრის და ასე შემდეგ. ანუ ყველას გვიწევს, ხო? ნუ მეტნაკლებად მოძრაობაში მოხვედრა ქალაქში და ეს ნუ საქართველოში ვიცით, რომ განსაკუთრებულად ცუდი მოძრაობა, მაგრამ ზოგადად სოფლიოში ესეა, ხო? სადაც შენ თვითონ არ დაიცავ შენ პოზიციას, იქ შენ აღმოჩნდები სიტუაციის მხრიდან დაჩაგრული, ხო? და ესე ხდება, ანუ მატერიალური სამყარო ასე არის მოწყობილი, ბუნება ასე არის მოწყობილი. ამიტომ თვით გადარჩენისთვის და საკუთარი ადგილის მოპოვებისთვის საჭირო არის, რომ ჩვენ თავით დავიცვათ და საპასუხო რეაგირებაც მოვახდინოთ და ვიღაცაზე ბრაზიც გამოვხატოთ და რაღაცა სერიოზულადაც დავაყენოთ საკითხები, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს იყოს გაცნობერებული და არა გაუცნობერებელი რეაგირება. ანუ აი მაგალითად ადამიანმა რომ რაღაცა მითხრა და მე უცებ გაუბრაზდი და უცებ გაუცნობერებლად საპასუხო რეაქცია დაუბრუნე, ხო? ეს არის გაუცნობერებელი რეაგირება. მაგრამ მე თუ ამაზე რამოდენიმე წამი დავფიქრდი, ჩემ თავში გადავხარშე, რა ემოცია გამიჩნდა, რატო გამიჩნდა ეს ემოცია, როგორი საპასუხო რეაგირების დაბრუნება იქნებოდა ჩემს უკეთესი. არა რომელი მინდა ეხლა, ანუ აი უცებ გავცხარდი და უცებ მინდა რომ ვუყვირო. ანუ ეს არის ავტომატური რეაგირება, მაგრამ თუ მე დავფიქრდი და ჩემი საკუთარი სარგებლობიდან გამომდინარე გადავწყვიტავ, როგორ მჭირდება მე ხა მოქმედება, იმიტომ რომ შეიძლება მე ხა ყვირილი არ მაწყობდეს, შეიძლება ამ ადამიანს ეხა რო დაუბრუნო საკადრის პასუხი არ მაწყობდეს, შეიძლება სხვა დროს ჯობდეს ან სხვა სიტუაციაში ჯობდეს ან სხვანაირად ჯობდეს ან საერთოდ არ ჯობდეს, ხო? აი, როდესაც იქედან გამომდინარე ვიღებ გადაწყვეტილებას მე რა და როგორ მჭირდება, ხო? ეს არის უკვე გაცნობერებული რეაგირება, თუმცა ეს რეაგირება შეიძლება იყოს იგივენაირი, შეიძლება მაინც საპასუხო რეაგირება დაუბრუნო ადამიანს, მაგრამ იყოს გაცნობერებული. და ეს ძალიან ბევრ ამას ცვლის ზოგადად ცხოვრებაში. იმიტომ რომ როდესაც ჩვენი რეაგირება არის გაცნობერებული, ანუ ჩვენ ადამიანებს ყველაფრის უფლება გვაქვს, ანუ ყვირილით შეგვიძლია, შეურაცხყოფის მიყენება შეგვიძლია, პასუხის დაბრუნება შეგვიძლია, თუ მაინც და მაინც ცოტა მორალის გარეშე ვისაუბრებთ, აბსოლუტურად ნებისმიერი ქმედების შესაძლებლობა გვაქვს, ხო, ამ სამყაროში იარაღიც არის, დანაც არის, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერმა შეიძლება ყელი გამოჭრას და ასე შემდეგ. ყველაფერი ხდება, ხო? არ გულისხმობ, რომ ეს მაინც და მაინც კარგია, ამას არ ვუწევ რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ეს მოცემულობა დღეს მატერიაში, რომ ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ რეალურად, ხო? მაგრამ განსხვავება რაში არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს გაცნობერებლად გავაკეთოთ, ან გაუცნობერებლად რაღაცა ემოციებმა, რომელიც გვატრიგერებს, რაღაცები ჩაგვადენინოს.
გაცნობიერებულ რეაგირებას გავუკეთებდი ესეთ ანალოგიას, შეიძლება უფრო მარტივად დაინახოთ, რაზე მაქვს საუბარი. აი მაგალითად ადამიანი თუ ოდესმე ან ცხოვრების წესად გაქვთ დაბალანსებული კვება, ხო? ალბათ ნაცნობიერი ეს მდგომარეობა, რომ დღის განმავლობაში ტვინი გაქვთ კვების დროს მოწყობილი იმაზე, თუ რა გჭირდება დღის განმავლობაში რომ მიიღოთ, ნუ აქცენტი არის ცილებზე, რამდენი გრამი ცილა უნდა მივიღო, მერე ნუ უფრო ცხიმი და ბოლოს ნახშირწყალი. ხო? ანუ უკვე, როდესაც ადამიანი დაბალანსებულად იკვებება, ტვინი იმაზე არ აქვს მოწყობილი, რაც დაინახა ის რომ მოუნდა, ხო? აი ქუჩაში გავიარე და დავინახე რაღაც ბურგერის რეკლამა და ეს მომინდა შევედი ვჭამე. ანუ ეს ავტომატურად აღარ რეაგირებს, ხო? ანუ ის ფიქრობს, შეხვდა რეკლამა ბურგერის, ფიქრობს, ახლა ამ ბურგერში რამდენი ცილა იქნება, რამდენი კალორია იქნება, ახლა ეს მაწყობს თუ არ მაწყობს და აქედან გამომდინარე დგამს ნაბიჯს, ხო? რაღაცა მომენტებში რა თქმა უნდა შეიძლება რომ აწყობდეს და იმ ბურგერის ჭამით არაფერსაც არ აშავებდეს და წავიდეს და ჭამოს, მაგრამ ეს იქნება გაცნობიერებული რეაგირება და არ იქნება გაუცნობიერებელი რაღაცა რეკლამაზე, რომ უცებ მოუნდა და უცებ შეჭამა, ხო? შესაბამისად, საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის კონტროლი ვის უფრო გამოდის მას, ვინც გაცნობიერებულად იღებს გადაწყვეტილებას რა ჭამოს და როგორ, თუ რომელიც ყველანაირ რეკლამაზე იკერება და აბსოლუტურად გაუცნობიერებლად იკვებება. რა თქმა უნდა, ის ვინც აცნობიერებს და სწორად ირჩევს იმ პროდუქტებს და ინგრედიენტებს, რომელიც მას სჭირდება. ასევე არის ჩვენი რეაგირებები. ანუ რეაგირება, რომელსაც ჩვენ ვახდენთ, რაც უფრო არის გაცნობიერებული, მით უფრო ჩვენთვის არის სასარგებლო. და შესაბამისად, სხვებისთვის შეიძლება იყოს განსჯის საგანი, მაგრამ ნუ ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ამბობენ ადამიანები, ისეც განგსჯენ და ასეც განგსჯენ და ამიტომ ჯობია იმისთვის გაგსაჯონ, რაც რეალურად შენ ხარ, ხო? თუ ესე ძალიან ფილოსოფიაში გადავალთ. სხვათა შორის ეს მედიტაციები და სულიერი პრაქტიკები სწორედ ამაში გვეხმარება ადამიანებს, რომ თითქოს შიგნით რაღაცა სივრცე ჩნდება, რომელშიც მარტო ჩვენ ვართ და როდესაც გარე სამყაროში რაღაცები ხდება, სანამ ჩვენამდე მოვა ეს მოვლენები, აი იმ შიდა სივრცეში, სანამ შემოვა, ხო, ეს შიდა სივრცეც არის რაღაცნაირად დაცული და მე მაქვს უფლება მას კარს გავუღებ თუ არ გავუღებ და მე შემიძლია ავირჩიო ეს რა დონეზე ახლოს მოვიტანო გულთან, ან ემოციასთან, ან ასე შემდეგ, ხო? თუ ავტომატურად რაღაცა ემოცია გამოიწვია გარკვეულ მოვლენამ, აქაც შემიძლია იმ ჩემს შიდა სივრცეში დავრჩე და ამ ემოციასთან ვიმუშაო, დავაკვირდე საიდან მოვიდა, რა არის ტრიგერია, რამე გამახსენდა, რამე დალექილია და მოკლედ შინაგანი სამუშაოები ჩავატარო. ამიტომ არის გაცნობიერება ძალიან პირველი საფეხური სულიერი ზრდისკენ, იმიტომ რომ პირველ რიგში საკუთარი ავტომატიზირებადი ფუნქციები უნდა გავაცნობიეროთ, ანუ ჩვეულებრივი რიგითი, სტატისტიკურად რიგითი ადამიანი, გაუცნობიერებელი ადამიანი, არის ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი, რო ავიღოთ მანქანა ავტოპილოტზე. აი ესე მოძრაობს ცხოვრებაში და ის, რაც მას გონია, რომ რაღაცა ინდივიდუალური ხასიათის თვისებები აქვს, რომ მაგალითად აცოფებს ის, რომ ჭურჭელი ხდება გასარეცხი, ან უყვარს, როცა ხედავს ბავშვებს ბუშტებით, ან რავი, ნებისმიერ რაღაცა, რაც ადამიანის მახასიათებლებში შედის, რაც შეუძლია მას ჩამოთვალოს, რა უყვარს ან არ უყვარს, ან მოსწონს ან არ მოსწონს, ეს ყველაფერი არის მისი ავტომატური რეაგირებები ბავშვობიდან, რაც მასში დაილექა, რა არქიტიპებიც დაილექა, რა სტრესებიც დაილექა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის ავტომატური მუშაობა, ანუ აბსოლუტურად ადამიანი არის ავტომატური, თუმცა ყველა ადამიანს გონია, რომ ის არის ძალიან განსხვავებული სხვებისგან, გონია, რომ მარტო ის განიცდის იმას, რაც განიცდის და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ისე არ არის. ანუ უმრავლესობა ადამიანი ცხოვრობს ავტომატზე და უბრალოდ ეს ავტომატური რეაგირებები შეიძლება ცოტა განსხვავებული იყოს ერთმანეთისგან და ამიტომ იქნება ილუზია, რომ თურმე ადამიანები ვართ განსხვავებულები. მაგრამ ყველა ავტომატური ადამიანი არის ერთნაირი, იმიტომ რომ მათ უბრალოდ მართავთ ბიოლოგიური სხეული, ჩვენი ჰორმონები და ავტომატური რეაგირებები. შესაბამისად, აი ამ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი სულიერებისკენ გზა დაიწყოს გაცნობიერებით და პირველ რიგში საკუთარი ავტომატიზირების გაცნობიერებით, ანუ რა დონეზე ვარ ავტომატური ყოველდღიურად და რა დონეზე შემიძლია რომ ეს ავტომატიკა გადავიყვანო უკვე მექანიკაში და მე თვითონ გადავწყვიტო რა დონეზე რა ინფორმაცია თუ მოვლენა როგორ მივიღო და როგორ რეაგირება მოვახდინო.
აქაც ახლა დავინახე, რომ ძალიან ბევრი ადამიანის გონებაში, ვინც მისმენთ, გაჩნდა ეგეთი კითხვა, რომ აი ეგ როგორ უნდა მოვახერხო, აი რეალურად როგორ უნდა მოვახერხო. და აქ ესეთი ანალოგი შემიძლია მოვიტანო, რომ აი მაგალითად მიდიხართ ქუჩაში და ქუჩაში დაგხვდათ უზარმაზარი, რა ვიცი, ძაღლის მოსაქმებული ვიღაცის, ხო? ვიღაცის ძაღლის ქუჩის, თუ არა ქუჩის რა მშველბ აქვს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ახლა გაჩერდით აი ამ მოსაქმებულთან და იწყებთ აი ამ მდგომარეობის რაღაცნაირად გაშლას, რომ აი აქ ახლა ვინ არ მოწმინდა თავისი ძაღლის მოსაქმებული, ეს რა არის, შუა რუსთაველზე ეს როგორ უნდა იყოს, ამ ქვეყანას რა ეშველება, აი სანამ ამას არ მივხედავთ, არ გვეშველება, აი მე გადადიხართ პოლიტიკაში, რომ აი მთავრობამ არ მიხედა, ეს ესე არ არის, ის ისე არ არის და ამ დროს მიდიოდით სადღაც ძალიან კარგ ადგილას დროის გასატარებლად. ხო? ანუ მეორე ადამიანი ავიღოთ, რომელიც გაცნობიერებულია უფრო, ხო? გაივლის შეხვდება იგივე, რა თქმა უნდა არის სიამონება, მაგრამ გადაწყვეტავს, რომ ვიცი რა, ეხა ეს ჩემი საქმე არ არის, მოხდა, მე კაი ამ ბავშვი მივიდვარ, მოდი გადავაბიჯებ, გავივლი, იმიტომ რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. თუ შემიძლია რომ გამოვასწორო, ოკეი, გამოვასწორებ, მაგრამ თუ არ შემიძლია, მოდი გადავაბიჯებ და გავივლი, ისე რომ მე ამას ნერვებს არ მოვაშლევინებ და დღევანდელ დღეს არ გავაფუჭებინებ. აი სწორედ ესე შეგვიძლია ავარჩიოთ ჩვენი რეაგირებები ყველაფერზე, რაც ხდება გარშემო, ხო? ანუ თუ მაგალითად სადღაც არის ომი, ხო? მე შემიძლია რამე გავაკეთო ამაზე, ანუ მე ხა მეომარი ვარ, არ ვარ, მილიონერი ვარ, დავაფინანსო ვიღაცა, არ ვარ, ხო? თუ არაფერი არ შემიძლია გავაკეთო, მაშინ ტყუილად რატო უნდა ვინერვიულოთ ამაზე, ხო? შეიძლება ეს ძალიან უგულოდ ჟღერდეს, მაგრამ რეალურად ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება საკუთარი თავისთვისვე. მით უმეტეს თუ ამ ადგილას ჩვენი გავლენა ვერანაირად ვერ იქნება, ანუ არანაირი გავლენა არ გვაქვს, არანაირი სტატუსი არ გვაქვს, არანაირი ესეთი საჯარო პირი არ ვართ, რომ რაიმე გავლენა მოვახდინოთ, ხო? თუ რამე შეგვიძლია, აი მაგალითად, როცა აგროვებენ ხოლმე დასახმარებლად რაღაცებს, დავეხმარებით, რაც შეგვიძლია გავაკეთებთ, მაგრამ აი ეს რაღაცა ძალიან გულთან ახლოს მიტანა და ნერვიულობა და განცდა და დედა ეს რა ხდება და ანუ ეს ყველაფერი არის ავტომატური რეაგირება და ძირთად ასეთ რეაგირებას ახდენენ ავტომატური ადამიანები, რომლებსაც არ აქვს გაცნობიერებული რეალურად როგორ იცხოვრონ და ყველაფერზე ავტომატურად რეაგირებენ ხოლმე. ძალიან ბევრი სულიერი ადამიანი რომ განვიხილოთ, ხო? ძალიან ბევრი გეტყვით, რომ საერთოდ არ უყურებდნენ არასდროს ტელევიზორს და არ აინტერესებდათ არანაირი ნეგატიური ინფორმაცია და ისინი უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდნენ. იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ მაგალითად შენ თუ 24 საათი უყურებ ცუდ ნიუსებს და ამავდროულად ხარ მაგალითად სულიერი გურუ, ამდენი ნეგატივით რო აივსო შენი ენერგეტიკა და მე წახუდე და ვიღაცას დაეხმარო, რასაც სჭირდება დახმარება და რეალურად რაც შენი საქმე ეგრო გააკეთო, ხო? ანუ ეგ არის შეუძლებელი, ხო? ყველა საქმეს თავისი მოსამზადებელი პირობები აქვს და ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია რაღაც სულიერ ზრდაზე და განვითარებაზე და იმაზე, რომ სხვა ადამიანებს შეუძლია რომ რაღაცაში ხელი შეუწყოს და ცოტა წინ წაწიოს, რა თქმა უნდა, მარტო ის კი არა, რომ თავისთვის უნდა გააკეთოს ეს და თავისთვის უნდა იყოს გაცნობიერებული, ანუ თავის საქმეში ჭირდება ის, რომ იყოს გაცნობიერებული, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ გამოვა და ყველას თავისი როლი და ადგილი აქვს ამ სამყაროში. ასევე თუ უფრო გლობალურად გავაცნობიერებთ, რომ საერთოდ რა ეპოქაში ვცხოვრობთ და რას ემსახურება ეს ეპოქა, ხო? ძალიან მარტივი ხდება მერე ყველანაირი ნეგატივის მიღება. იმიტომ რომ ნეგატივის კი არა, უბრალოდ აი ამ უბედურებების ყურება, რაც ხდება ამ სამყაროში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ კალიუგაში და ეს არის დეგრადაციის ეპოქა და ამ ეპოქის განვითარების ხაზი არის შემდეგი, რომ უმრავლესობა ადამიანები დეგრადირებენ და ამ დეგრადაციის განმავლობაში ძალიან ბევრს წვალობენ, რომ რაღაცნაირად სულიერად გამოიღვიძონ, გამოფხიზლდნენ და ცოტა უკეთესობისკენ განავითარონ საკუთარი თავი, მაგრამ ამას ადამიანები ამ დეგრადირებულ ეპოქაში მხოლოდ ტანჯვით სწავლობს და ძალიან რთული გამოცდებითა და გამოწვევებით სწავლობს. შესაბამისად ადამიანს, რომელსაც ხედავთ, რომელიც ძალიან წვალობს ცხოვრებაში, ხო? ერთ შეხედვით შეიძლება მას არაფერი არ გაუფუჭებია და არაფერი არ დაუშავებია ვინმესთვის და ძალიან კეთილი და კარგი ადამიანია და შეიძლება უსამართლობის შეგრძნება იბადებოდეს, რომ აი რატო წვალობს ამდენ
იმას, მაგრამ მეორე მხრივ, იმიტომ მოვიდა დედამიწაზე და იმიტომ მოვიდა კალი-იუგაში, რომ სადღაც სხვა ინკარნაციებში, სხვა სივრცეებში რაღაცა არის ისეთი ნეგატივი დაგროვებული, რასაც სჭირდება გამოსწორება, გამოფხიზლება, რაღაცნაირად გამოღვიძება, სულიერებისკენ სვლა, ზრდა და ასე შემდეგ და ეს ხდება სწორედ ბევრი წნეხით და ბევრი გამოცდით, რომელიც შეგვიძლია რომ აი ამ კალი-იუგაში ადამიანებმა გავიაროთ და სხვათა შორის ყველაზე სწრაფად განვითარება სწორედ ესეთ პირობებში ხდება, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ხდება ასევე ადამიანის დეგრადირება, სწრაფად მოდის ადამიანისთვის ძალიან ნეგატიური გაკვეთილები და ეს ძალიან 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 დიდი წყალობა არის. იმიტომ რომ სხვა იუგებში ასე არ არის, ანუ სხვა იუგებში მით უმეტეს იქ ცხოვრების ხანგრძლივობა ძალიან ძალიან ბევრია ჩვენთან შედარებით და შეიძლება მთელი ცხოვრება ადამიანმა ძალიან კარგად იცხოვროს, რაღაცა ცოდვაც ჩაიდინოს, მაგრამ ძალიან ძალიან გვიან მოეწიოს, ასე ვთქვათ, რომელიმე სხვა ცხოვრებაში მოეწიოს და კალი-იუგა იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ჩვენს მიერ დაშვებული რაღაცა ძალიან მალევე, აქვე, ეხლავე, დღესვე დაგვიბრუნდეს, დღესვე გამოვისყიდოთ, დღესვე გავიაზროთ, დავამუშაოთ და გავიზარდოთ. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც რაღაცა რთულ გარემოში იმყოფება, ხო, და რთულ გაკვეთილებს გადის რეალურად მიმდინარეთ, ხო? ანუ ეს ადამიანები კი არ უნდა გვეცოდებოდეს, იმიტომ რომ შეცოდება ძალიან სხვათა შორის ეგოცენტრული მდგომარეობა, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც გვეცოდება, ეს მას ნიშნავს, რომ ჩვენ მასე ძალიან ბევრად მაღლა ვაყენებთ თავს, ხო, იმიტომ რომ ვიღაცა ჩვენ როგორი მაგრები ვართ, რომ ვიღაცა ჩვენთვის შესაძლებელია, ანუ მან ძალიან დიდი ეგოს თამაში მიმდინარეობს რეალურად, ხო? ადამიანები კი არ უნდა გვეცოდებოდეს, უბრალოდ უნდა თანაგრძნობა გქონდეს. თანაგრძნობა და შეცოდება ძალიან სხვადასხვა რაღაცაა. ანუ თანაგრძნობა არის, როდესაც მე იმ ადამიანის level-ზე ჩავდივარ, რომელზეც ის არის, ან მივდივარ, სადაც ის არის და იქედან ვუდგავარ გვერდით, ხო? ემოციონალურად, ან მენტალურად, ან ფიზიკურად, ან როგორ შემიძლია. და შეცოდება არის, რომ მე სადღაც ზევით ვაეჯან ჩემ თავს და იქედან რო გადმოვიხედავ რაღაცა მწვერვალიდან, უიმე ეს ადამიანი რასაც ვცოდავია და ეს ძალიან ამპარტაუნული მდგომარეობა არის. ამიტომ არავინ არ უნდა გვეცოდებოდეს. უბრალოდ უნდა გქონდეს თანაგრძნობა და ვედებში ერთ-ერთი ის მთავარი წახნაგი, რომელიც ადამიანს ქმნის, ადამიანად ეს არის თანაგრძნობის უნარი და თანაგრძნობით ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ კი მე ეხლა ამ ადამიანს ვუთანაგრძნობ, მაგრამ მას აქვს თავისი გზა გასავლელი, მას აქვს თავის გაკვეთილები და რაშიც იმყოფება, ის არის მისთვის საუკეთესო გარემო, რომ ის გაკვეთილები გაიაროს, რომელსაც საჭიროებდა და რისთვისაც ის მოვიდა დედამიწაზე. ეხლა ძალიან შორს რო არ წავიდე, დაუბრუნდები ისევ გაცნობიერებას და დაუბრუნდები იმ თემას, რომ ყველაფერი იწყება გაცნობიერებიდან, მაგრამ არა მაინც და მაინც ღვთაებრივი იდეების და რაღაც სამყაროსეული ცოდნის გაცნობიერებიდან, ეს მერე და მერე მოდის უფრო და უფრო ადამიანები აქეთკენ მიისწრაფიან, მაგრამ პირველადი არის საკუთარ თავში გაცნობიერება და საკუთარი ავტომატიკის გაცნობიერება. თქვენ შეგიძლიათ რომ რაღაცეები ავტომატურზე დააყენოთ, რაღაცა კარგი თვისებები, უნარები, ქმედებები და ასე შემდეგ, რომელიც თქვენ გემსახურებათ და ძალიან კარგია და იყოს ავტომატური, მაგრამ ეს იქნება უკვე დაგეგმილი, რომ თქვენ თვითონ აირჩიოთ, რომ ეს ავტომატური ქმედება გქონოდათ. და ეს თქვენ კარგად გემსახურებათ, მაგრამ ეს არის ჩვენი არჩევანი და ეს არის გაცნობიერებული ქმედება, რომ მე მოდი ამას გავაკეთებ. მაგრამ ის ყველაფერი, რაც გაუცნობიერებლად გამოძრავებთ, ეს ყველაფერი არსად კარგად გულას არ მიიყვანთ და ძალიან შორსაც სულიერ გზაზე ადამიანი ვერ წავა, თუ თავის თავში არ გააცნობიერა პირველ რიგში ის მექანიზმები, რომელიც მას მართავს შინაგანად, ვინ ზის, რა მართავს, რა ტრიგერი მართავს, რა სტრესი მართავს, აი საერთოდ როგორი ჩადებული აზროფორმები მართავს. აი მან აღმოაჩენთ, რომ რეალურად აი უამრავი რაღაცა, რაც ჩვენ გვმართავს, ჩვენი არ არის და მარტო იმიტომ გვაქვს ავტომატური რეაგირებები, რომ ვიღაცა სხვას ქონდა, დედას ქონდა, მამას ქონდა, ბებიას ქონდა, სკოლის მასწავლებელს ქონდა და მეც იგივე რაღაცნაირად დავაინსტალირე ჩემ თავში, თუმცა ჩემი ავთენტური არ არის და ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ და სოციუმში ვიზრდებით და როდესაც გარკვეულ სოციუმში ვიზრდებით, იმ სოციუმის რაღაცა ქმედებებს ვიღებთ ხოლმე ჩვენ თავზე, ხო, ვიწებებთ, ასე ვთქვათ, ხო? ანუ მაგალითად თუ სახლში თუნდაც ხო ოჯახში ყველა ადამიანი ძალიან დაძაბულია და სტრესული რეაგირება აქვს ყველაფერს და მე შეიძლება იგივე გავიმეორო ხო, იმიტომ რომ მე ამას უყურებდი, როცა ვიზრდებოდი, ჩემთან ეს ასოცირებულია როგორც სწორი ქმედება, ხო? და მეორე მხრივ, როცა მე მაგალითად რაღაცებზე არ ვნერვიულობდი, ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, რომ ო, შენ როგორი ცუდი ადამიანი ხარ, შენ ესე იგი გული არ ქონია, შენ ესე იგი ცუდი ხარ და გამომდინარე იქიდან რომ პატარა ბავშვმა არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, ხო? ამ შემთხვევაში და თავის ხვანერად
უნდა დაიცვას, შეიძლება მეც ავიღე იგივე თვისებები და იგივე რეაგირებები, მაგრამ შეიძლება ეს არ იყოს ჩემთვის ავთენტური და ამასაც შეიძლება არ ვაქცევდეთ ყურადღებას, რომ რამდენი ავტომატური რეაგირება გვაქვს ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, რომელიც ჩვენი არ არის, უბრალოდ ასე ვიქცევით, იმიტომ რომ ბავშვობაში ასეთი ქცევის ნორმები ჩამოგვიყალიბდა და იმიტომ რომ ასეთ სოციუმში გავიზარდეთ და აი ეს ყველაფერი არის გადასახედი და საკუთარ თავში აღმოსაჩენი და რაღაცნაირად აი დასაფერთხი, გასაწმენდი უნდა გავატანოთ ეს ყველაფერი დროს, იმიტომ რომ ანუ იდეაში სულიერი გზა არ არის, მოკლედ აი ესეთი ავტოპილოტზე მყოფი ადამიანებისთვის, ხო, ჯერ ავტოპილოტი უნდა გავთიშოთ, უნდა გადავიდეთ მექანიკურ მოძრაობაზე და შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ რაღაცა პრეტენზია გქონდეს, რომ სადღაც შორს მივდივართ კიდევ სულიერებაში და მეტი და მეტი შეგვიძლია და მეტი და მეტი უნდა გავაკეთოთ. ამიტომ აქედან იწყება სწორედ ჩვენი გაცნობიერება და სანამ რაიმე ძალიან სერიოზულ სულიერ ცოდნებს შევეპოტინებოდეთ, ხო, მნიშვნელოვანი არის, რომ ჯერ საკუთარი თავი გავაცნობიეროთ კონკრეტულად ჩვენს რეაგირებებში და ჩვენს შაბლონებში, რომელშიც ყოველდღე ვცხოვრობთ. ასევე როცა ამ თემაზე ვისაუბრე ხოლმე, ხშირად მომწონს ეგეთი არგუმენტი, რომ მაშინ მოდი ყველაფერი ფეხებზე დავიკიდოთ და მაშინ არაფერი კარგი აღარ მოხდება ამ სამყაროში. მაგრამ ფეხებზე დაკიდებას შორის და გაცნობიერებას შორის ძალიან დიდი სხვაობა არის, იმიტომ რომ ერთი მხრივ შეიძლება ორმა ადამიანმა, ხო, რომელიც არის გაცნობიერებული და მეორე არ არის გაცნობიერებული, რაღაც უბედურება რო ხდება, შეიძლება ორივემ ერთნაირი რეაგირება მოახდინოს, ხო? ანუ არც ერთი არ ჩაერთოს რაღაცა პროცესში. მაგრამ ერთის მხრიდან შეიძლება იყოს ეგეთი მდგომარეობა, რომ აი, მე კაც ფეხებზე მკიდე რა დროს ეგ იყო, ეხლა მე ჩემი რაღაც ინტერესები მაქვს და აი მაგალითად, რა ვიცი, რაღაცა დაძაბული ვითარება ქვეყანაში, ხო? ან იგივე პანდემია როცა იყო და ანუ აუ რა ვქნა რა მეზარება ეხლა და ну მოდი მე ჩემ ნაჭუჭში ვიჯდები, აი ვთქვათ, მოდი გეიმინგს დავუთმო მთელ პანდემიას, ხო? პირობითად, ანუ ეს არის ერთი მდგომარეობა და მეორე ადამიანიც ასევე შეიძლება იყოს იგივე მდგომარეობაში, რომ იგივე გეიმინგში ჩაერთოს და არანაირი რეაგირება არ მოახდინოს, მაგრამ მისი შინაგანი დამოკიდებულება საკითხის მიმართ შეიძლება იყოს სხვანაირი. ანუ პირველ რიგში ფეხებზე დაკიდებასა და აი ამ გაცნობიერებას შორის ერთ-ერთი განმასხვავებელი მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის თანაგრძნობა. თუ თანაგრძნობა გაგვაჩნია სიტუაციის ან ადამიანის მიმართ, მაგრამ ჩვენი გააზრებული რეაგირება არის თუნდაც უმოქმედობა, ხო? ეს არის მაშინ სწორი ქმედება. ან თუნდაც რეაგირება აურჩიოთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თავი არის რომ იყოს თანაგრძნობიდან, უპირობო სიყვარულიდან, მიმღებლობიდან და კეთილის რახვებიდან გაკეთებული არჩევანი. თუ როგორ ვიმოქმედებთ და თვითონ ქმედება ორივე ადამიანის შეიძლება იყოს უმოქმედობა. ანუ არაფერი არ გააკეთონ, მაგრამ ერთის შემთხვევაში შინაგანად შეიძლება ძალიან სერიოზული პროცესები იყოს და ძალიან დიდი თანაგრძნობითა და სიყვარულით მივიდეს მაგ გადაწყვეტილებამდე და მაგ ქმედებამდე და მეორე შეიძლება ამას უბრალოდ გაექცეს და თავის შეაფაროს ვიდეო თამაშებს. ანუ ეს ძალიან დიდი განსხვავება არის, თუმცა ვიზუალურად და მეტერიალურ სამყაროში ორივე ერთნაირად შეიძლება გამოიყურებოდეს. და შორიდან ამის განსჯა რომ ხა ვინ რატო გააკეთა ასეთი რეაგირება, იმიტომ რომ ხა გააცნობიერა და თანაგრძნობა აქვს, იმიტომ რომ გაიქცა თუ ფეხებზე დაიგიდა თუ რაღაც, ანუ ამას ვერავინ შორიდან ვერ განსაზღვრავს თვითონ ადამიანში რა პროცესები მიდის და რატო აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ამიტომ ეს არავის განსჯის საგანი არ არის, არ უნდა განსაჯოთ არავინ არაფრის გამო, მაგრამ სწორი რეაგირება არის ის, რომელიც არის გააზრებული, როგორიც არ უნდა იყოს. თუნდაც რეაგირების არ მოხდენა არის სწორი, თუ ეს არის გაცნობიერებული და შინაგანი რაღაცა მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და არა ავტომატური რეაგირებით. ძალიან კარგი სავარჯიშო არის საკუთარ თავზე დაკვირვება კომუნიკაციის დროს, როდესაც აკვირდებით თქვენ თავს თქვენს ახლობლებთან, ან არაახლობლებთან, ან თანამშრომლებთან და ასე შემდეგ კომუნიკაციის დროს. ანუ რამდენად ხართ ნამდვილები და რამდენად ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა, ყოველი გამოხედვა, ყოველი ჟესტიკულაცია და ასე შემდეგ, რასაც იყენებთ კომუნიკაციის დროს, რამდენად არის თქვენი, რამდენად არის ავთენტური. ხომ არ არის ისე, რომ შეიძლება იმეორებდეთ თქვენი მშობლების რაღაცა ფრაზებს, ან შაბლონებს, ან გამოხედვებს, ან სტილს საუბრის, ან თვითონ საუბრის მანერას, ან რაღაცა ფრაზებს შეიძლება იმეორებდეთ, ან მექანიზმი თვითონ საუბრის როგორი გაქვთ, ხო? შეიძლება ამას იმეორებდეთ, ან პირიქით საწინააღმდეგო იყოს, იმიტომ რომ პროტესტი გქონდათ იმ რაღაცის, ხო? ანუ შეგიძლიათ კომუნიკაციაში დააკვირდეთ, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ბევრი რამე ჩანს სხვა ადამიანებთან მიმართებაში, ანუ თქვენ ესე თქვენი თავი, ხო, თუ ახლა ადამიანი მედიტატორი არ არის და დაკვირვების პრაქტიკას
პრაქტიკას არ აკეთებს, ხო? ძალიან რთულია, რომ ესე შენ სახლში იჯდე, შენ გარემოში, შენ საყვარელ ადამიანებში და უცებ აღმოაჩინო შენში რაღაცა შაბლონები, ანუ ასე როგორც წესი რთულია ძალიან. ან პრაქტიკა ჭირდება, მაგრამ ყველაზე ადვილი იმ ადამიანებისთვის, ვინც არანაირი პრაქტიკას არ აკეთებთ და არაფერ ესეთში არ ხართ, ხო? და უბრალოდ ჩვეულებრივად ცხოვრობთ, მაგრამ გინდათ რომ იყოთ გაცნობიერებლები. ყველაზე ადვილი გზა არის ისევ სოციუმი და კომუნიკაციები და მაგიტომაც აი რომ ძირითადად კომუნიკაციებში და სოციუმში ძალიან ბევრი პრობლემებია ხოლმე, ხო? გულის ტკენები, წყენები, ღალატები ისინი. რატო? იმიტომ რომ ადამიანმა რომელმაც აირჩია რომ თავის თავზე დაკვირვებით, მედიტაციით და პრაქტიკით გაიაროს ეს გზა, მას აღარ ჭირდება ეს სარკეები სამყაროს სახით და სხვა ადამიანების სახით, რომელიც მას დაანახებს, იმიტომ რომ იმ პრაქტიკაში ისეც ხედავს და ისეც ამუშავებს, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ და უბრალოდ ყოველდღურად ცხოვრობენ და არანაირ პრაქტიკას არ ეწევიან ცხოვრებაში, ხო? მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მაშინ სამყარომ სხვანაირად დაანახოს ეს შაბლონები და ეს რაღაცა შინაგანი რაღაცეები, რაც მათი ავთენტური არ არის, რომ ამაზე იმუშაონ. და ეს არის სწორედ სოციუმი და ამიტომ იქნება ხოლმე მერე ხშირად პრობლემები სწორედ სოციუმში, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის ტრიგერები, რომელიც გვაჩვენებს იმ ყველაფერს, რაც ჩვენი ნაღდი არ არის და ჩვენთვის ავთენტური არ არის. იმიტომ რომ ყოველთვის იქ ტრიგერდებით, სადაც არის გარკვეული სტრესი და სტრესი რა არის, ხო? ის რაც არ იყო ბუნებრივი, ის რაც არ უნდა დალექილიყო ქვეცნობიერში, ის რაც თავის დროზე უნდა გაცნობიერებულიყო და უნდა გამეშვა. მაგრამ ეს რომ არ მოხდა და ჩემს ფსიქიკაში ეს დარჩა ჩემ ქვეცნობიერში და მე ჩემი ქვეცნობიერი რომ ამით დამახინჯა და სწორედ მაგაზე მაქვს ტრიგერები, ხო? იმიტომ რომ ტრიგერი არ გექნება იმაზე, სადაც უფთახარ და სადაც არაფერი სტრესი და არაფერი ისეთი არ არის დალექილი, რაც არ არის ავთენტური და ბუნებრივი, ხო? ამიტომ სწორედ სოციუმი და მასთან კომუნიკაცია არის ძალიან კარგი გარემო იმისთვის, რომ საკუთარ თავს დააკვირდეთ, თუ რა შაბლონების მატარებლები ხართ და სად გაქვთ ავტომატური რეაგირებები. ან როგორ იცავთ თავს მაგალითად, როცა არაკორექტულ კითხვებს გისვამენ, ხო? აი როგორ ოპერირებთ ზოგადად, აი როდესაც სოციუმში ხართ ან ვინმესთან კომუნიკაციობთ, ხო? წარმოგიდგენთ, რომ მანქანის საჭესთან შედხართ და მართავთ თქვენს ხელს, თქვენს გონებას, თქვენს სიტყვა პასუხს, თქვენს რეაგირებებს და დააკვირდეთ ეს მართვა რამდენად ავტომატურია და იმეორებთ თუ გაცნობიერებულია. და ასევე დამატებით ძალიან კარგი სავარჯიშო არის, რომ კომუნიკაციის დროს 100%-ით გააცნობიეროთ, რაზე საუბრობთ. ანუ აი თითოეული ფრაზა როგორ ამბობთ, თითოეული სიტყვა, თითოეული პასუხი, თითოეული არ ვიცი რეპლიკა, გამოხედვა, აი როგორ აკეთებთ, აი ძალიან გაცნობიერებული იყოთ ნებისმიერ კომუნიკაციაში, აი მაგალითად რაღაც მთელი დღის განმავლობაში, ან რაღაცა ეპიზოდურათაც, მოკლედ როგორც თქვენც არის მოსახერხებელი, მაგრამ აი ეცადეთ, რომ აი როცა ადამიანი რაღაცას გეკითხებათ ან რაღაცაზე გესაუბრებათ, აი ძალიან კარგად დაუკვირდეთ, რა ემოციას იწვევს თქვენში, რა გინდათ რომ უპასუხოთ, როგორ პასუხობთ, თუნდაც ავტომატურად პასუხობთ, მერე დააკვირდეთ, რატო უპასუხეთ ავტომატურად, ანუ რატო მოიქეცით ისე, როგორც მოიქეცით, ხო? აი კომუნიკაცია არის ყველაზე კარგი დასაკვირვებელი გარემო, თუ სად რეაგირებთ ავტომატურად და სად არ რეაგირებთ და როგორ შეგიძლიათ მერე ეგ რაღაცები ცვალოთ და თქვენ თავში ამოიღოთ, რაც შეიძლება მეტი არასწორი თქვენ რაც არ გემსახურებათ ესეთი ავტომატური რეაგირებები. სხვათა შორის სწორედ აი აქედან იწყება ადამიანის ემოციური ზრდასრულობა. ანუ ეს ფსიქოლოგიური ტერმინი ემოციური ზრდასრულობა სწორედ ამას გულისხმობს, რომ პირველ რიგში შენ გაიცანი უკვე საკუთარი თავი, საკუთარი ავტომატური ქმედებებიდან გამომდინარე, გაიცანი ვინ ხარ და აი აქ ხდება სწორედ ემოციური ზრდასრულობა. ანუ მანამდე, ანუ ადამიანის ან ავტომატურად რეაგირებს ყველაფერზე, ის არ არის დასრული ადამიანი, ის არის ჩვეულებრივი ბავშვი, ხო, ფსიქიკის დონეზე, რომელიც ავტომატურად რეაგირებს, მოშივდა იტირა, რაღაცა ეთკინა იტირა, ხო? ანუ ჩვეულებრივი ავტომატური რეაგირებების ბუკეტია. და დასრულობა სწორედ იწყება აქედან, როდესაც ადამიანი აცნობიერებს მაგას, თუ რატო ქმედებს, როგორ რეაგირებს, რაზე რა რეაქცია აქვს და ასე შემდეგ, ხო? და სხვათა შორის ასევე არის ეს მოსაზრება, რაც აბსოლუტურად ვეთანხმები, არ მახსოვს სადმე წავიკითხეთ, შეიძლება არც მეც მოვიგონე, ვერ გეტყვით, მაგრამ მოკლედ მოსაზრება არის ესეთი, რომ რეალურად წარმატება არ არსებობს, ანუ არსებობს ზრდასრულობა. ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის ზრდასრული, არის წარმატებული. იმიტომ რომ წარმატება რა არის? წარმატება ზოგადად ვარქმევთ ხოლმე რაღაცა ბენეფიტებს, ხო? მატერიალურს ან კარიერულს ან სტატუსურს ან რა ვიცი, ასე შემდეგ, ან ფული რო გვაქვს, ან კაი სამსახური, ან კარგი პროფესია, ან კარგი ოჯახი, ან ასე შემდეგ, ხო და
ეს ყველაფერი როდის მოდის? როდესაც ადამიანი არ არის ავტომატური, როდესაც ადამიანი არის ზრდასრული და პირველ რიგში ირჩევს, როგორ რეაგირება მოახდინოს გარე სამყაროზე და შემდეგ სწორად ახდენს ამ რეაგირებებს, სწორედ მაშინ მოდის ყველასნაირი სამყაროსეული ბენეფიტები, რასაც ჩვენ წარმატებას ვეძახით. ამიტომ რეალურად წარმატებისთვის არ არის საჭირო ძალიან ბევრი შრომა, ბევრი სისხლის ღვრა თუ ოფლის ღვრა და რაღაცა აი ამ ვირთხის ბოლებში თუ რაღაცებში ჩართვა მატერიაში რაც ხდება და როგორც ხდება მატრიცულ სამყაროში, არამედ მხოლოდ საჭიროა რომ რეალურად გაცნობიერდე, საკუთარ თავში გაცნობიერდე და ყველაფერი რაც შენ გჭირდება უკვე ხარ შენ.